დუბაიში ირანული რაკეტის დამსხვრევები ტურისტულ ზონაში ჩავარდა. ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთი სასტუმროს შენობის ნაწილს. ირანული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა ქუვეითის აეროპორტიც. დუბაისა და ქუვეითში ამ დროისათვის ყველა რეისი გაუქმებულია. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები კი ამჟამადაც იგერიებენ ირანული რაკეტების თავდასხმებს. შესაძლოა ერთი ან ორი მეთაური დავკარგეთ, მაგრამ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური დადასტურება აიათოლა ალი ხამენეის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ. სხვადასხვა წყაროების ცნობით დღევანდელ თავდასხმებს ირანის თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის საბჭოს მდივანი და რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურიც ემსხვერპლენ. ცოტა ხნის წინ ირანმა ჰორმუზის სრუტე ოფიციალურად ჩაკეტა. ბრიტანული ძალები ახლო აღმოსავლეთში თავდაცვით ქმედებებში მონაწილეობდნენ. განცხადება ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა გააკეთა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი ირანის სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დარტყმების სერია დაასრულეს, თუმცა აგრძელებენ ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე შეტევას. არარუსულ პროპაგანდისტულ არხებს შაბათის მარში დღეს ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციისთვის იმედისა და პოზიტივის დასაქცირებას ეძღვნება. საპროტესტო მსვლელობა ტრადიციულად ფილარმონიიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირისკენ გაგრძელდა.